ერთი ფრიად კონტროვერსიული საკამათო სამსჯელო თემა უნდა შემოგთავაზოთ და მე დარწმუნებული ვარ რომ იმდენად საინტერესო თემაა და იმდენად კონტროვერსიული თემაა რომ რასაც მე ვიტყვი ამის გამო უზარმაზარ ვეება კრიტიკასაც დავიმსახურებ ერთის მხრივ და არც მლანძღველები და მაგინებლები მომაკლდება ამ ვიდეო ბლოგის კომენტარებში მაგრამ მე გადავწყვიტე რომ ამ თემას შევჭიდებოდი და კომპიუტერი და მეორე ტელეფონი მაქვს იმიტომ რომ პერიოდულად ჩავიხედო ხოლმე ეგრეთ წოდებულ შპარგალკებში მოკლედ წყაროებში ჩავიხედო და რომ არ შემეშალოს ესენი მოვიშველიო წყაროები მოვიშველიო სხვადასხვა რამდენიმე გვერდი მაქვს გახსნილი მათ შორის სტატუსიც რომელსაც ახლა ჩაგიკითხავთ წავიკითხო თავიდან ბოლომდე ჩემი მცირე კომენტარებიც დავურთო ამ სტატუსს თემა ძალიან საინტერესოა 9 მაისს ამ თემის გაშლა მით უფრო საინტერესო და სარისკოა მაგრამ რომ არა ერთი ოქრო კაცი მაგარი კაცი ლევან სებისკვერაძე საქართველოს მცოდნე და საქართველოს პატრიოტი კაცი რომელიც გრძნობს საქართველოს რომელმაც ისი ლიტერატურა კარგად არაჩვეულებრივად წერს იცის ღვინის მადლი და არა ღვინო უყვარს არა მხოლოდ ესე როგორც სასმელი ხო არამედ ესაუბრება ღვინოს მეთქი ბევრი ამგვარი სტატუსი ინახავს ამ არაჩვეულებრივი ჩემი მეგობარია ლევანი ამ არაჩვეულებრივი კაცისა ლევანი არის იონი ნათლისმცემელი ამ თემისა ესე ვიტყვი მან გახსნა ყოველ შემთხვევაში წელს დისკუსია ამ თემაზე არა სხვებისთანაც წამიკითხავს ადრეულ წლებში შარშან წინ და ასე შემდეგ მაგრამ აი წელს მხოლოდ ლევანთან ვნახე ამგვარად დანახული ერთი თემა და მე მის სტატუსს ჩაგიკითხავთ მეთქი და ჩემი კომენტარებიც უნდა მოისმინოთ ლევანი წერს მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების სანამ ცოცხლები იყვნენ ვცდილობდი არ შევსულიყავი დისკუსიაში იმაზე რამდენად ღირდა მათი ბრძოლა და უზარმაზარი მსხვერპლი ამ ადამიანების ასაკს და გადატანილ ცეცხლსა და დილგმას ლევან შეგითხარი რა სიტყვა გაიხსენე მცემდი პატივს და არ მინდოდა არაფრის გამო გული სტკენოდათ წერს ლევანი დილგმა მართლა კარგი სიტყვა ამოქეკა ხო საერთოდ ეს კარგი ქართული twin საუბრობს და ვინც წერს ხო ისინი განსაკუთრებულ პატივს იმსახურებენ ბევრი მეგობარი მყავს სხვათა შორის ამგვარი ლევანი ერთ-ერთი ახლა კი როცა ვიცით აგზელებს ლევანი რომ 25 წლის 9 მაისს ვაკის პარკში მედლებით გასული 60-70 წლის ადამიანები ჩვეულებრივი აფერისტები არიან მე დაუმატებდი რომ ესენი არიან თაღლითებიც დიახ ვაკის პარკსა თუ სხვა სივრცეებში ჩვენ ვნახავთ 50 წლის ახალგაზრდებსაც კი ახალგაზრდებს რა თქმა უნდა ანუ ჩემი ასაკის რომლებსაც დაუკიდიათ ეს ჩინ მედლები ნაყიდი მშრალ ხიდზე 5 მლარად შეძენილები და წარმოგვიჩენენ თავს თითქოს აქაო და მეორე მსოფლიო ომის მონაწილენი არიან რაც რასაკვირველია არ არიან ანუ თაღლითები და აფერისტები და რაც შეეხება რამდენი წლის შეიძლება იყოს მეორე მსოფლიო ომში მონაწილე 24 წელს 1924 წელს დაბადებულები ომში არ გაუწვევიათ აი 23 წელს დაბადებულები კი გაიწვიეს ანუ 23 წელს დაბადებულები გახდნენ ომში 18 წლისანი ანუ უკვე იყვნენ 18 წლისანი და 23 წელს 22 წელს დაბადებულები თუმრეს ჩემი ინფორმაციით ხმამაღლა ჩემი ვარაუდით 5-7 მაქსიმუმ 10 მოხცებული თუ იქნება დარჩენილი ცოცხალი ახლა ლევანი ალბათ მაინც არასწორად წერს თორსო ნაწილობრივ სწორად წერს ვინც ცოცხალია და ვინც 100-ს გადაცილებულია 99-ის არის 100-ის 101-ის 102-ის 100-ს 1920 წელს დაბადებული მაგალითად ყავს ვინმე 1920 წელს დაბადებული რომ იყოს ვინმე ახლა იქნებოდა 105-ის ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს მაგრამ ყავს ეს არის კითხვა ლევანი წერს რადგან ომის ვეტერანი დღეს მინიმუმ 94 წლის უნდა იყოს რომ ომში მონაწილედ ჩაითვალოს მე მგონი ცოტას აკლებს ლევანი კვლავ ვიმეორებ უნდა იყოს 99-ის 100-ის 101-ის 102-ის 105-ის თუმცა თუ გნებავთ ეს რიცხვი ავიღოთ საწყისად 94 წლის მოქალაქეები ბევრი ყავს არ ვიცი არა როგორ არა ყავს მაგრამ მაინც ომის მონაწილეები არიან ისინი
ვერ გეტყვით სიმართლე გითხრათ. რადგან ხო ვიტყვი სიცლის ომი მონაწილე ჩაითვალოს. თამამად ვიტყვი ყველგან რომ საქართველოს მოქალაქეები სულ ტყუილად შეეწირნენ სისხლიანი საბჭოეთის და გერმანიის. ლევან, ისეთ თემას ეხები შენ რომ შენს დაგატეხენ ქოქოლას და დაგატეხეს კიდეც შენი სტატუსის ქვეშ. მეც შევეხები ამ თემას, ოღონდ მე შენის ნებართვით თქვენის ნებართვით გავშლი. საბჭოეთის და გერმანიის სამარცხვინო და მშიშარა საფრანგეთის და ხო კვეთრი შეფასებაა, მკაცრი შეფასებაა, მაგრამ მათ შორის ვიშის თავრობის არსებობის გამო ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ რომ ხო ეს შეფასება არის მეტნაკლებად ზუსტი, ხო? 44 წლამდე ყოველ შემთხვევაში ვიშის თავრობა იყო, იცით თქვენ. ვიშის თავრობა 44 წლამდე იყო, თლა ზუსტად კარგად თუ ჩამოვაყალიბო ჩემი ეს ტექსტი, ეს სიტყვები. გაგრძელებს ლევანი სამარცხვინო ჩერჩილის პრემიერობამდე ჩაკუკული დიდი ბრიტანეთის. აქ ლევანი გულისხმობს ჩემბერლენის ბრიტანეთს, ჩერჩილამდე პრემიერ-მინისტრი იყო ჩემბერლენი, რომელმაც დაუთმო ფაშისტურ გერმანიას, პრაქტიკულად დაუთმო ფაშისტურ გერმანიას, თუ მთელი არა ნახევარი ევროპა მაინც. აქ შეგვიძლია გავიხსენოთ მიუნხენის კონფერენცია, შეგვიძლია გავიხსენოთ ის სამარცხვინო პოლიტიკა, რომელიც ჰქონდა ჩემბერლენს და რომ არა ჩერჩილი, რომელმაც გამოასწორა ბრიტანეთის რეპუტაცია, რენომე, სხვაგვარი ნამდვილი ბრიტანეთი, გვაჩვენა და აჩვენა მთელ მსოფლიოს, ვინც ის იქნება და სხვაგვარადაც წარმართული იყო არა მხოლოდ ბრიტანეთის, არამედ მსოფლიოში პროცესებიც კი. საკუთარ სოროში შემძვრალი შეერთებული შტატების. აქ ლევანი გულისხმობს რეალურად იმას, რომ შეერთებული შტატები 29-დან დეკემბრის და 41 წლის დეკემბრის დასაწყისამდე ხო 42 წლამდე შეგვიძლია ასე ვთქვათ 41 დეკემბრის 42 წლამდე ომში არ ჩართულა და რომ არა პერლ ჰარბორზე თავდასხმა და შეგიძლიათ ნახოთ მქონი ამაზე თუ არ ვწდები ჩავწერე ერთი ვიდეო ბლოგი ხო შეერთებული შტატები მოკლედ გვიან ჩაერთო რომ არა ის ინციდენტი თუ ამბავი რომელიც მოხდა პერლ ჰარბორზე და ამიტომაც არის ლევანი მკვეთრი და მკაცრი შეერთებული შტატების მიმართაც არაფრის მაქრისი ბენელიუქსის და ფარჩაკი იტალიის ხმალაობებს მაშინდელ ევროპაში ერთადერთი დემოკრატიული და მისაბაძი ქვეყანა ჩეხოსლოვაკია იყო ამბობს ლევანი და ისიც ხასავით გაყიდეს ბილდ სიტყვას ხმარობს და აღარ ვიხმარვე ბრიტანეთმა და საფრანგეთმა არ ვიხმარ ბილდ სიტყვას იმიტომ რომ ემანდ YouTube-მა არ დამბლოკოს და გაყიდეს ხასავით ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ლევანი სწორი ამ შემთხვევაშიც ჩეხოსლოვაკიასთან იმართებაში შეგვიძლია ჩვენ გავიხსენოთ სუდეტის ამბავი და ის ამბავი რაც საერთოდ ჩეხოსლოვაკიის თავს რას გადახდა ჩეხოსლოვაკიას თავს მეორე მსოფლიო ომი ხო ეს ძალიან საინტერესოა ლევანი აბსოლუტურად შეგნებულად არ ამბობს რომ ეს იყო დიდი საამულო ომი რეალურად არც არსებულა საბჭოთა კავშირი ამბობს რომ საამულო ომი იყო 41-45-მდე რეალურად ეს იყო მეორე მსოფლიო ომი დასრულებული 45 წლის სექტემბერში ხო და აგრძელებს ლევანი და ჩვენც თუ გამოვალთ ამ ჩარჩოებიდან და სწორ სახელდებას მოვახდენ და სულ მუდმივად ვიხმართ ხოლმე რომ ეს იყო მეორე მსოფლიო ომი იქნება სწორი ჩემი მოსაზრებით და ამ საბჭოთა ისტორიოგრაფიის მიერ ჩარჩენილ თუ დატოვებულ კლიშეებში არ დავრჩებით ვინიკაი აწეჩისთვის ვაინას თუ არ ვიტყვით დავარქმევთ 41-45-მდე მიმდინარე პროცესებს ის ჩვენი ომი არ ყოფილა თუმცა ლევანი ამაზე ამახვილებს ყურადღებას და მე ჩაგიკითხავთ და ჩემ კომენტარებსაც გაგაცნობთ. ეხლა ლევანი ამბობს, ხო და არ მესმის, რატომ უნდა დაღუპულიყო საწყალი ჩოხატაურელიან გურჯანელი გლეხიან ჩხოროწყუელი ვინმე ღუტუ პაჭკორია ამ კვლავ ბილწი სიტყვა, მაგრამ რაღაცა ლევანის გარდა რუსთაველის ხმარობს ამ სიტყვას, ამიტომ ვიტყვი ამ სიტყვას ამ ბოზების შპილკაობების გამო. არ გავკარი არაფრის მაქნის ანტანტას, არ გავკარი დელგოლის გურღლების არმიას, არ გავკარი ბავშვების გამაუპატიურებელ და კაცისამია წითელ არმიას. აი აქ წითელ არმიას. აქ უნდა გავაკეთო ჩემი კომენტარი. საბჭოთა ისტორიოგრაფია ბუნებრივია არ გფრის ამბობდა, არ გვასწავლიდა
არაფერს ამბობდა იმის თაობაზე, რა ჩაიდინა საბჭოთა არმიამ მას შემდეგ, რაც ის შევიდა გერმანიაში, ბერლინში. ევროპაში ამას ასწავლიან, ევროპაში ეს იციან გავეშებულმა, გამხეცებულმა, არა ადამიანურებულმა საბჭოთა არმიამ. დიახ, მის შესახებ არსებობს მითი, რომ ეს მითი, საბჭოთა მითი, იმის თაობაზე, რომ ეს იყო კეთილშობილ ჯარისკაც და მთელი ჯარი, ხო, ერთობა, მაგრამ რეალურად რაც ძალიან ბევრმა საბჭოთა ჯარისკაცმა ჩაიდინა გერმანიაში, ხო, ეს ადამიანობის საზღვრებს ეს გასაკვირველია სცდება და ანგრევს, თუ ამას ვიტყვით, ეს ანგრევს სტერეოტიპს ჩამოყალიბებულ საბჭოთა ისტორიოგრაფიის მიერ, შემოტენილს ჩვენთვის საბჭოთა ისტორიოგრაფიის მიერ, რომ ეს იყო უფთოთუფთიან ანგელოზთა ჯარი, რომელმაც გაანთავისუფლა ბერლინი, გაანთავისუფლა გერმანია, გაანთავისუფლა ევროპა ფაშისტური გერმანიისაგან. დიახ, უზარმაზარი წვლილი შეიტანა საბჭოთა კავშირმა და საბჭოთა ჯარმა გერმანიისაგან განთავისუფლებაში, ფაშიზმისაგან ევროპის განთავისუფლებაში, ეს ასეა, მაგრამ თავადაც რომ ფლადობიექტურები რომ ვიყოთ, თავადაც რომ იყო სასტიკი 41-დან 45-მდე და განსაკუთრებით 45-ში გერმანიაში ამ ეპიზოდს ვეხებით ახლა ჩვენ, ესეც ფაქტია და ესე ცალსახად განსაკუთრებული აღფრთოვანებით საბჭოთა ჯარის მიმართ არ უნდა ვიყოთ განწყობილდი. მე მესმის რომ ეს ძალიან ბევრს ატკენს გულს, ბევრი ოჯახია ჩვენ სინამდვილეში, რომელმაც დაკარგა უფროსი თაობის წარმომადგენლები, მათ არ ვეხები, ხაზგასმით მინდა ვთქვა, მათ არ ვეხები სახელდებულად, არ ვასახელებს ხადია და რა უფლება მაქვს დავასახელო, მეცაც გეტყვით, დარწმუნებული ვარ, რომ იმ 300,000 ქართველიდან, რომელიც დაიღუპა ომში, ან იმ რამდენიმე 1000 თუ არ ვცდები ქართველიდან, რომელიც იყო ბერლინში, ამგვარი სასტიკი, როგორც იყვნენ რუსები, ხო, ამგვარი სასტიკი არ ყოფილა არც ერთი ქართველი მათი დედა სამშობლოს ისტორიის, ანუ საქართველოს ისტორიის, ტრადიციის, კულტურის და სწორი დამოუკიდებელი ღირებულებების გამო, ასე ვიტყვია, რომ თქვენს ოჯახის წევრებს ეს არ ეხება, მაგრამ რაც ჩაიდინეს რუსმა ჯარისკაცებმა, მეტწილად რუსმა ჯარისკაცებმა და არა მხოლოდ რუსებმა ბერლინში, ეს ამათ არ გვასწავლის საბჭოთა ისტორიოგრაფია, მაგრამ მაინც ეს არ იყო თლად ადამიანური ქმედებები და საქციელები, ვუდასტურებ პატივისცემას უკლებრივ ყველას, ვინც დაიღუპა საქართველოდან, ვინც დაიღუპა მეორე მსოფლიო ომში. აგრძელებს ლევანი, კაცი ჭამია წითელ არმიას. დაპყრობილი და უბედური ხალხი ვიყავით, თორემ წითელი არმიის მახინჯი ფორმის ჩაცმაც კი სირცხვილია, ჩემი აზრით. არ ვიცი, ამდენად მოვაცნებ მეორე ნაწილს და ამაზეც უნდა გავაკეთო ჩემი კომენტარი. მოგახსენოთ ჩემი მოსაზრება. საბჭოთა არმიის, აი 41-დან 45-მდე ვინც იყო მეორე მსოფლიო ომში, საბჭოთა კავშირის არმიაში ვინც იყო და ქართველი ვინც იყო და 300,000 იცით რომ დაიღუპა, მათი მშობლები ან უფროსი ძმები იბრძოდნენ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის 20 წლით ადრე, ანუ 1921 წელს. იმიტომ იყო მათ შორის მახინჯი და ჩვენთვის კატასტროფული საბჭოთა რუსეთის გამარჯვება საქართველოში, დამოუკიდებელ საქართველოში, რომ 20 წლის თავზე გარეკეს ჩვენი ახალგაზრდები და ამ ახალგაზრდებიდან ვინც გარეკეს ომში 300,000 კაცი კი დაიღუპა. დამოუკიდებელი რომ ყოფილიყო საქართველო, როგორ ვთქვა ახლა, მაგრამ მაინც 21 საუკუნის დასაწყისისათვის საქართველოს მოსახლეობა იქნებოდა დაახლოებით 7-8 თუ 10 მილიონი არა. 8 მილიონი მაინც. ახლა ვართ 3 მილიონი, ოდნავ მეტი, ოდნავ ნაკლები, 3 მილიონი. ლევანი ამაზეც ამახვილებს ყურადღებას გენოფონდზე, როცა ახსენებს სიტყვას გენოფონდი. 21 წელს უყურეთ, დღევანდელობას შევეხები. ჩვენ საბჭოთა რუსეთთან, პოსტსაბჭოთა რუსეთთან რო დაალაგდეს ივანიშვილის ბანდა ხელისუფლება, არავინ იცის 20 წლის შემდეგ რას 20 წლის შემდეგ კი არა, 3 წლის შემდეგ რას უზავენ ჩვენს ჯარისკაცებს. დღეს წითელ მოედანზე მოსკოვში აზერბაიჯანის სამხედროებმაც კი ჩაიარეს.
დამოუკიდებელი ჩვენზე ბევრად ძლიერი აზერბაიჯანის სამხედროებმაც კი ჩაიარეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ალიევი საკუთარ ჯარისკაცებს არ გააგზავნის უკრაინის წინააღმდეგ ომში, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, მაგრამ მოწყვლადი და სუსტი საქართველოს ჯარისკაცების გაგზავნა ნებისმიერ კონფლიქტში, თუ ჩვენ ამ უგვანი რუსული ხელისუფლების გამოისობით დავალაგდებით პუტინის თუ რუსეთთან, სულაც არ არის გამორიცხული. ამაზე კი არ მინდოდა ლაპარაკი, მაგრამ რაღაცა სიტყვა მოიტანა მე-16 წუთის ბოლოს ამ ვიდეობლოგისა, მაინც თქვი ორი სიტყვა. წითელი არმიის მახინჯი ფორმის ჩაცმაც კი სირცხვილია, ჩემი აზრით, წერს ლევანი. რა ექნა საწყალ საქართველოს და ბეჭავ ქართველს, რომელიც წინ გაირეკეს ხორმა რუსებმა და სულ არაფრის გამო ამოგჟუჟეს სტალინგრადში, ქერჩსა თუ მინსკის მისადგომებთან. ქერჩზე ვიტყვი ორი სიტყვა. სტალინის უშუალო გადაწყვეტილება იყო ის რომ ქერჩში სწორედ ბევრი ქართველი წასულიყო და ეომა საბჭოთა კავშირისთვის და ერთი ცნობით და ობიექტურობასთან ეს ახლოს არის 100 მინიმუმ და 120-130 ქართველი დაიხოცა სწორედ მოკვდა სწორედ დაიღუპა სწორედ ქერჩში. და ისევ იმ რეპლიკას შემოგთავაზებთ, რომელიც 3 წუთის წინ მქონდა, რომ არა 300,000 კაციანი მსხვერპლი ჩვენ დღეს ვიქნებოდით ბევრად უკეთეს მდგომარეობაში, რაოდენობრივი თვალსაზრისით და შესაბამისად ძლიერი სახელმწიფოც ვიქნებოდით, ძლიერი და დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომ არა 21 წლის ტრაგედია და 21-დან 51 წლამდე დატრიალებული უბედურებები, რომლებიც დაგმართა სტალინმა 51-დან 53-მდე რაც დაგმართა სტალინმა, ანუ სტალინის გარდაცვალების წელს ვახსენებ 53 წელს გარდაიცვალა ის და 53-დან ვიდრე ჩვენს დროებამდე, ხო, ასევე დაგმართა გინდა ხრუშოვის, გინდა ბრეჟნევის, გინდა ელცინის, გინდა გორბაჩოვის, გინდა ელცინის და გინდა პუტინის რუსეთმა იცით თქვენ და ამაზეც ვიტყვი ორ სიტყვას თუ მოვასწარ. საბჭოთა პოეტებს ლექსები აწერინეს, საბჭოთა კარგ პოეტებსაც მეთქი ლევან ასე ვიტყვი და ახევინეს უკან. სამშობლოსათვის თავდადებულ ქართველებზე სამამულო ომი მოვიგეთო, როდის მერია მოსკოვი და მინსკი ჩვენი მამული. დიახ, აქაც ალბათ სწორად ამბობს, ალბათ კი ნაღდაც სწორად ამბობს ლევანი, მამული მე ესე მესმის, რომ მამული არის ის, რაც იყო, სამშობლო არის ის, რაც იყო 18-დან 21 წლამდე, ან რაც გვაქვს 91-დან ვიდრე დღემდე. სხვა პერიოდები 1801-დან 1918-მდე, 1921-დან 1991-მდე ჩვენ მამული არ გქონია. ჩვენ გქონდა ჯერ მეფის რუსეთი და ეს არ იყო ჩვენი სამშობლო და მე საბჭოთა კავშირი, რომელიც ასევე არ იყო ჩვენი მამული, ჩვენი სამშობლო. ჩვენ მამულისათვის არ გვიბრძოლია, ჩვენ საბჭოთა კავშირისათვის იბრძოლა ოკუპირებული საქართველოს შვილმა მოქალაქემ 41-დან 45 წლამდე. სხვაშორის აი პუტინი რო გამოდის დღეს და მიაქციეთ ყურადღება, ნახეთ, უსმინეთ, ის ახსენებს ვის არ ახსენებს. ხო, მაგრამ ძირითად ყურადღებას ამახვილებს, რომ რუსმა ერმა გაიმარჯვა ამ ომში და უგულებელყოფს, პრაქტიკულად უგულებელყოფს ყველა წვლილსა და როლს. კი ახსენებს შეერთებულ შტატებსაც, ბრიტანეთიც ახსენა თუ არ ვცდები, მოკავშირეები ახსენა, მაგრამ აი საბჭოთა კავშირში შემავალი არც ერთი ხალხი არ უხსენებია. გაგიკვირდებათ და უბრალოდ არც უნდა გიკვირდეთ. რუსები ამბობენ, რომ ეს იყო მათი ომი და ჩვენ ვიყავით მათ სამსახურში და გვეძლიერებინა უნდა საბჭოთა კავშირი გადაგვერჩინა და გაგვეძლიერებინა. ლევანი აგზელებს, ხოცეს გაგსხვიტეს ერის გენოფონდი მოსპეს ვისაუბრე ამ თემაზე და აქეთ მადლობებს გვახდებინებდნენ 20 წუთი მიეწურება ამასობაში. ფაშიზმის შავჭირს გადაგარჩინა მოკავშირეთა უძლებელმა ჯარებმა. შეიძლება ჰოლანდიელი და ბელგიელი მართლა გადაარჩინეს ამას, მაგრამ ჩვენ რა ჩემ ფეხებს გადაურჩით ისეც სულით მახინჯ მკვლელ სტალინზე და პედოფილ ლავრენტი ბერიაზე უარესი რომ ყოფილიყო. კვეთრი, კვახე შეზახილია, კვეთრი სიტყვებია ლევანისა, ესეთი უაღრესად მჭახე. მაგრამ მე ერთ რამეს გავიხსენებ.
მე არ ვიცი გითხარით თუ არა რომ აი მაგალითად დავსერჩოთ აი რატომ ჭირდება ხანდახან რაღაც სტატისტიკას თუ ჩავხედო ფინეთმა ჩვენ დავკარგეთ 300,000 ახალგაზრდა და ჩვენამდე ომი ან მოაღწევდა ან ვერ მოაღწევდა ფაშისტების ომი თუმცა ისინი ცხადია ცდილობდნენ შემოსვლას მაგრამ აი ჩვენამდე ან მოაღწევდა ან ვერ მოაღწევდა ფინეთი ომში ჩაერთო ადრე 39-ში დიდი ამბებია ხო იქ ძალიან დიდი ამბებია ჩვენ შეგვიძლია გავიხსენოთ მაგალითად სიმო ჰაია ხო არ მეშლება სიმო ჰაიხა ერთი სნაიპერი კაცი რომელიც სიმო ჰაიხა ძალიან მაგარი კაცი იყო ხო სამთვის ომის ვეტერანი ხო რომელმაც ბევრი ხოცა და ხოცა რუსები მეთქი ასე ვიტყვი ესე იგი მას მოკლული ხო მას მოუკლავს 505 კაცი 1939-40 წლებში ფინეთის არმიის რიგებში იბრძოლა წითელი არმიის წინააღმდეგ ომის განმავლობაში მან დადასტურებულად მოკლა 505 საბჭოთა მებრძოლი სნაიპერული შაშხანით ხო მოკლედ ფინეთს ახლა სიმოზე რო არ ვილაპარაკოთ სიმო ჰაიხაზე ხო ფინეთი ჩაერთო 39 წელს და ფინეთმა დაკარგა აი ახლა ჩავხედოთ სტატისტიკას და ბოდიში აი ფინეთი გავყვეთ და 90 ძალიან რთული სათქმელია ადამიანებზე ელაპარაკი ხო სულ რაღაც 300,000-ზე 3ჯერ და მეტჯერ ნაკლები მოქალაქე 93,000 მოქალაქე დაკარგა ფინეთმა მეორე მსოფლიო ომში რატო ვამბობ ამას იმიტომ ვამბობ რომ დამეკარგა ამასობაში ის გვერდი რომ ჩვენამდე ომი ან ჩამოაღწევდა ან ვერ ჩამოაღწევდა და თუ ჩამოაღწევდა ჩვენ ამდენი ამ ხელებს ხვერპლი ჩვენ არ ვეყოლებოდა მაგრამ გარდა ამისა კიდევ არის ერთი ფაქტორი ერთი იმედის ნაპერწკალი ამბავი რომელიც იმედიანი ამბავი იყო იმ ხანად იმ პერიოდში და ეს ამბავი ეხება აი ვაცნებ თუ არა არ ვიცი 23 წუთი წავიდა ორ სიტყვას ვიტყვი მაინც ესე ამბავი ეხება საბჭოთა ისტორიოგრაფიის მიერ მივიწყებულ და შეგნებულად მტრად გამოცხადებულს თუ რამეს ამბობდნენ საერთოდ მასზე გენერალ მაღლაკელიძეს ეს კაცი 70-იან წლებში 76-ში თუ არ ვცდები შალვა მაღლაკელიძე გარდაიცვალა თბილისში 60-იანი წლებიდან ის 50-იან წლებში ის დააპატიმრეს უბრალოდ რაღაც უცნაური ამბავი მოხდა იქ და მოკლედ საბჭოთა კავშირმა აიყვანა ის უკვე ის მაშინ ევროპაში ცხოვრობდა საბჭოთა გადმოსცეს ერთი ამბავი იყო და 60-იან წლებში ხრუშოვის პერიოდში გაანთავისუფლეს 76-ში აქ გითხარით რომ გარდაიცვალა თბილისში ბათუმის ქუჩაზე არ ვიცი აბრა არის თუ არა სიმართლე გითხრათ ეს კაცი იყო 60-იან წლებში იმდენად უჭირდა რომ წერალთა კავშირშიც კი მუშაობდა მანამდე 60-იან წლებში ის იყო ადვოკატი სხვა შორის ადვოკატობის პერიოდში ის თაღლითთა ჯგუფს იცავდა და თაღლითთა ჯგუფისთვის დახვრეტა მოითხოვა ლეონიდ ბრეჟნევმა გენერალურმა პირველმა მდივანმა ხრუშოვი აღარ არის ცოცხალი უკვე საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალურმა მდივანმა ანუ პირველმა პირმა საბჭოთა კავშირისა და ეს მაღლაკელიძე ადგა სასამართლოზე და თქვა რომ აი ბრეჟნევიო ითხოვს ამათ დახვრეტასო რაცო წარმოუდგენელიაო და მე არ მახსოვს ვინ მანამ საბჭოთა საქართველოსთან აფრინეს წერილი იმის თაობაზე რომ ამიტომ არ უნდა ვანდოთ ვინმეს დაცვა ანუ ადვოკატობა გერმანიის ფაშისტურ გენერალ ყოფილ გენერალ ყოფილ ფაშისტს როგორ თქვა ხო მოკლედ გენერალ მაღლაკელიძეს რომ აი ესეთ რაღაცეებს ამბობს და ეს რაღაცეებს გვიჩალიჩებსო ეს სიტყვა ცხადია არ უხმარიათ მაგრამ ასე ახერხებს სხვათა დაცვას და გამოაშკარავებას იმისა რაც ბრეჟნევს თვით ლეონიდ ბრეჟნევს უნდოდაო და მე ეს თაღლითთა ჯგუფი რამდენადაც ვიცი გადარჩა კიდეც 21 წელსაც რუსა კომუნისტები ბოლშევიკები შემოვიდნენ ის აფხაზეთში იყო და როცა უკვე სოციალ-დემოკრატთა პირველი რესპუბლიკის მთავრობა წავიდა საფრანგეთში მომლაპარაკებლადაც დანიშნეს ბოლშევიკებთან მე ის გადადის ევროპაში სწავლობს საფრანგეთში უერთდება დემოკრატიულ მთავრობას მე მიემგზავრება სასწავლებლად რაღაცა და 41-ში უკვე ხდება ის ფაშისტური გერმანიის რიგებში იბრძვის იქ შვილთან ერთადაც და არსებს ქართულ ლეგიონს და საოცარი რიცხვია
30,000-ზე მეტი, აი წარმოიდგინოთ რაოდენობა, 30,000 ქართველი ემიგრაციაში წასული იბრძვის ფაშისტური გერმანიის მხარეს და ისინი იბრძვიან მათ შორის კავკასიის მისადგომებთან, კავკასიონის მისადგომებთან, საქართველოს მისადგომებთან და უნდათ რომ შემოვიდნენ საქართველოში 53-ში შემოვიდნენ საქართველოში და სტალინთან როგორ თქვა ახლა ერთგვარად ჩახუტებულ კათალიკოს პატრიარქს და მეცნიერებათა კათალიკოს პატრიარქ კალისტრატე ცინცაძეს და მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტ მათემატიკოს ნიკო მუსხელიშვილს გამოაცხადებინონ საქართველოს დამოუკიდებლობა. გენერალ შალვა მაღლაკელიძეზეა ლაპარაკი, ხაზგასმით ვამბობ ქართული ლეგიონის ხელმძღვანელზე. მეორე მსოფლიო ომში ხო კიდე ნახეთ აი საინტერესო რაღაცებს ჩავხედოთ თუ გნებავთ ხო? ხო 44 წელს დაბადების 50 წლისთავზე შალვა მაღლაკელიძეს ვერმახტის გენერალ-მაიორის წოდება მიენიჭა. მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე შალვა მაღლაკელიძე თავმჯდომარეობდა გენერალ ვლასოვის არმიის ეგრეთ წოდებულმა რუსეთის ხალხთან განმათავისუფლებელ კომიტეტში შემავალ კავკასიის კომიტეტს ხელმძღვანელობდა. იტალიაში იყო 48-50 წლებში. პაკისტანის უყურეთ ნახე საინტერესოა. ესე იგი ის აიყვანა პაკისტანის არმიის გენერალმა აიუბ ხანმა, რომელიც შემდეგ პაკისტანის პრეზიდენტი გახდა. ეს აიუბ ხანი ძალიან საინტერესო პერსონაა და ის მერე რომელიღაც ეტაპზე დაეხმარება შალვა მაღლაკელიძეს იმაში, რომ შალვა მაღლაკელიძე გახდეს გერმანიის ლიდერის კონრად ადენაუერის სამხედრო მრჩეველი 53 წელს. აი ცნობილი ადენაუერისა 54-ში დაბრუნებულა ის აი ზუსტად რომ ჩავიკითხოთ მასთან გაიოს მაღლაკელიძესთან ერთად მიუნხენში დააფუძნა საზღვარგარეთის მხედართა დარაზმულობა. ამავე წელს უკაცრავად 54-ში არ დაბრუნებულა. ამავე წელს პაკისტანიდან ჩამოფრენილი გენერალი სოლშვილი საბჭოთა აგენტურამ აეროპორტიდანვე აღმოსავლეთ გერმანიაში გაიტაცა. ხო აი როგორ მოხვდა ის უკვე აღმოსავლეთ ბერლინში და მერე უკვე საბჭოთა კავშირში 54 წლის 1 აგვისტოს შალვა მაღლაკელიძეს ძალდატანებით გადაიყვანეს აღმოსავლეთ გერმანიაში, ოჯახთან ერთად ჯერ მოსკოვში ჩაიყვანეს, შემდეგ საიდუმლოდ ხალხი პასპორტით გამოიყვანეს თბილისში. რამდენჯერმე დაკითხეს სუქში, ავალებდნენ უცხოეთში მოღვაწე ქართველი ამექცა ავალებდნენ უცხოეთში მოღვაწე ქართველი ემიგრანტებისათვის აგიტაცია გაეწია და საქართველოში ჩამოიყვანა, რომ გადმობირებას ცდილობდნენ. შემდეგ ხრუშჩოვის ლიბერალიზაცია მასაც შეეხო და თანდათანობით სპეციალობით სამსახურის დაწყებასა და პასპორტში თავისი ვინაობის ჩაწერის დება დართეს ადვოკატურ სარბიელზე. შალვამ თავი გამოიჩინა და მერე უკვე გიამბეთ ის ბრეჟნევთან დაკავშირებული ამბავი. რას აკეთებდა შალვა მაღლაკელიძე? ის ცდილობდა საქართველოს განთავისუფლებას. ჩემი ვიდეო ბლოგი არ ეხება არამც და არამც არ ეხება და არ ამართლებს რომ იცოდეთ, ბარემ ამხრივ რომ არ შემომიტიოთ ფაშისტურ გერმანიას, ფაშიზმსა და ნაციზმს, რასაკვირველია ერთი წამითაც, ერთი სიტყვაც არ წამცდენია, დამცდენია მათი გამამართლებელი თუ გამამართლებელი. რასაკვირველია. უბრალოდ მე მინდა ავხსნა, რომ ჩვენთვის უშუალოდ საქართველოელებისთვის, ქართველებისთვის, საქართველოს მკვიდრებისთვის, ქართული მოსახლეობისთვის კომუნიზმი და ბოლშევიზმი და კომუნიზმი იყო არათუ არა ნაკლები, არამედ მეტი უბედურებაც კი. არა მხოლოდ იმიტომ, რომ 21-დან 51 წლამდე ჩვენ სისხლში გვაბანავეს. სტალინმა გვაბანავა, ღიად ვთქვათ. არც იმიტომ, რომ 25-დან 2025-მდე გვაბანავებენ სიცხლში, მათ შორის დღევანდელი პუტინისტური რეჟიმი. არამედ იმიტომაც, რომ აი ამ შუალედში 51-დან 55-მდე, რომელიც არ მიხსენებია, ჩვენ დამოუკიდებელი რომ ყოფილიყავით 21-დან, ანუ რომ შეგვენარჩუნებინა დამოუკიდებლობა, ანუ რომ არ შემოსულიყო მე-11 არმია ქართველი რუსის ორჯონიკიძის თავკაცობით, ჩვენ ვიქნებოდით დამკვიდრებული სახელმწიფო სახელმწიფოთა შორის და ჩვენც შეგვეხებოდა განა არა როგორც ბევრ ქვეყანას შეეხო განა არა ჩვენ შეგვეხებოდა მეორე მსოფლიო ომი, თუმცა აქვე გავიხსენებ რომ ნეიტრალურ შვეიცარიას აი ჩვენ ხო ნეიტრალური ვიყავით მსხვერპლი ხავს 0
ჩვენ ხო ნეიტრალური ვიყავით, რაც არ არის სწორი, რა საკვირველია, არ უნდა ვიყოთ ნეიტრალურები და ასე შემდეგ, მაგრამ რომ ყოფილიყავით და 7 მაისს საბჭოთა რუსეთთან, ბოლშევიკურ რუსეთთან გაფორმებულ ხელშეკრულებაში, ისევე როგორც დამოუკიდებლობის აქტში 1918 წლისა წერია, რომ ჩვენ ნეიტრალური სახელმწიფო ვართ საერთაშორისო ომიანობაში არ ვერევით და ჩვენც ბუნებრივია თუ არ ვიქნებოდით ჩარეულნი, ჩვენგან კარგი იქნებოდა მსხვერპლი. ოკეი, მაგრამ 300,000 კაცი არის მსხვერპლი არ იქნებოდა. ამას უბრალოდ არავინ არ გეუბნებათ, რას ვიცავდით. კი, საქართველოს ვიცავდითო ვინმე იტყვის, მაგრამ არ იცავდნენ ჩვენი ბებია ბაბუები პატივისცემა მათ. არც ერთ მათგანს არ ჩაუდენია დანაშაული ისეთი, როგორიც ჩაიდინეს საბჭოთა ჯარისკაცებმა ბერლინში. პატივისცემა მათ. ნუ შესაძლოა 1-5-6 ქართველმა ჩაიდინა, მაგრამ ესე მასობრივ დანაშაულზე ლაპარაკობ, ხო? მათ უდასტურებთ პატივისცემას, ანუ თქვენს ბებია ბაბუებს, დიდ ბებია ბაბუებს, დაღუპულებს მით უფრო. მაგრამ საზარბაზნე ხორცად გამოიყენა სტალინმა ისინი ქერჩსა თუ სხვა სივრცეებში, სადაც იცავდა მის იმპერიას. ეს ის სტალინია, რომელიც დიდ მყრობელი იყო და იცით ვისთან დამარცხდა, ეხლა 1-22 ადამიანს, ყველასთვის საყვარელს. დავასახელებ და მე მას სწავლა, მე ეს მითხრა, მე ამაში ჩამითრია ამ მსჯელობაში და ეს დამისაბუთა რაც გარდაცვლ კოვიდის დროს, გარდაცვლილმა ჩემმა უფროსმა მეგობარმა, პროფესორმა ინდიანას უნივერსიტეტის პროფესორმა ლიტერატურას მცოდნე გოგი გაჩეჩილაძემ. მან მითხრა და სწორი ბრძანებაა ეს. სტალინი ეს დიდ მყრობელი კაცი გენერალი სიმუსი ყველა რო პატივს სცემდა, რომელმაც საკუთარი რეპუტაცია გადაარჩინა 41-45 წლამდე რომ არ ყოფილიყო ის აბსოლუტურ სისხლის მსმელად და სისხლის მღვრელად შევიდოდა სოფლიო ისტორიაში და საბჭოთა კავშირის ისტორიაში და საქართველოს ისტორიაში უბრალოდ რაღაი მოხდა ანტი-ჰიტლერულ კოალიციაში, აიყო ანტი-ჰიტლერულ კოალიციაში, თუმცა ჰიტლერიც მან შექმნა. მეორე მსოფლიო ომის დაწყებას მანაც შეუწყო ხელი 39-ში, მაგრამ ეს კიდე ცალკე ისტორიაა, ის გადარჩა ერთგვარად. ხო და ვისთან დამარცხდა მეთქი სტალინი? პროფესორმა გოგი გაჩეჩილაძემ, უდაოდ უმასშტაბურესმა კაცმა მე მას სწავლა და მითხრა. დამარცხდა, ეჯიბრებოდა და დამარცხდა ჩვენი მასშტაბით ერის მამასთან, ჩვენს დამფუძნებელ მამასთან მართლა, რომელიც 1918 წელს ვერ მოესწრო, რომელიც 1907 წელს მოკლეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ იცით ვიზეთ საუბრობ, მაგრამ ვინც არ იცის და ესე თარიღობრივად არ ახსოვს, ვინ მოკლეს 1907 წელს, მე გეტყვით. ილია ჭავჭავაძე. ილია ჭავჭავაძეზე პოპულარული, ილია ჭავჭავაძეზე მასშტაბური, რაც არ უნდა გაეკეთებინა სტალინს, მასზე პოპულარული, მასზე დიდი, მასზე დიდსახელიანი სტალინი ვერ იქნებოდა. ამიტომაც მუდმივად ეჯიბრებოდა ის ილია ჭავჭავაძეს, ამიტომაც აკრძალა მან ილია ჭავჭავაძე, ამიტომაც შეცვალა მე სტრატეგია და აღარ აკრძალა, ანუ დააბრუნა ილია ჭავჭავაძე, მაგრამ ამიტომაც საბოლოო ჯამში 53 წელს და აღარ ვიტყვი როგორ მომკვდარი, როგორ გარდაცვლილი სტალინი, ძალიან ვარ დავწყვიტო გული სტალინისტებს შერჩენილებს ჩვენ საზოგადოებაში, მე თქვენ მიყვარხართ? არა, არ მიყვარხართ. ხო? სტალინი დამარცხდა ილიასთან. და რომ არა სტალინი, ორჯონიკიძე და ქართველი რუსები, ჩვენ ახლა ვიქნებოდით ბევრად ძლიერი სახელმწიფო. ბევრად ძლიერი სახელმწიფო, რომ არა 70 წლიანი ის ჯოჯოხეთი, რომელიც დაიწყო, მოგვიწყო და დაიწყო სწორედ სტალინმა და ორჯონიკიძემ სხვებმა ეხა ბუდუმ დივანზე და მამია ორახელაშვილზე პატივია მათთვის ორ სიტყვასაც არ ვიტყვი. ლევან სეფისკვერაძეს მადლობა, მეჩხუბეთ რამდენიც გინდათ, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს, რომელშიც ყველას თავისი სახელი დაერქმევა წარსულის ანტიგმირებსაც და დღევანდელ მოღალატეებსაც, რომლებიც მიუყვებიან
წარსული ანტიგმირების გზას და მიუყვებიან ისტორიის ჯოჯოხეთში. ნახვამდის.